ტენერიფე, ესპანეთის კანარის კუნძულების ნაწილი ატლანტის ოკეანეში მდებარეობს, აფრიკის სანაპიროდან სულ რაღაც 300 კილომეტრში. მისი ფართობი დაახლოებით 2000 კვადრატული კილომეტრია, რაც მას ყველაზე დიდ კუნძულად აქცევს კანარის არქიპელაგში. ეს არის მარადიული გაზაფხულის ადგილი, სადაც ზამთარშიც კი +20 გრადუსია. ტენერიფე თავისი ბუნებით უნიკალურია. ტროპიკული სანაპიროები, უძველესი ქალაქები და ვულკანური მთები. თითქოს რამდენიმე სამყარო ერთ პატარა კუნძულზეა მოქცეული. კუნძულის მოსავლელად ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მანქანის ქირაობაა. ტენერიფე არც ისე დიდი კუნძულია, ამიტომ ავტომობილით მარტივად მოვლი ყველა მხარეს. აი მაგალითად, კუნძულის უკიდურესი სამხრეთიდან უკიდურეს ჩრდილოეთამდე რომ წახვიდე 2 საათი გეყოფა, ხოლო მთლიან კუნძულს 5 საათში დაარტყავ წრეს. საწვავს რაც შეეხება საწვავით, საკმაოდ იაფია, ევროდან 20 ცენტამდე ღირს 1 ლიტრი. გააჩნია კუნძულის რომელ მხარეში იმყოფები და დამერწმუნებით საკმაოდ კარგი ფასია ევროპის კვალობაზე. შეგახსენებთ, რომ ეს მოგზაურობა დაგეგმილია ჩემი ტურისტულის მიერ. ასე რომ თუ მოგზაურობას გეგმავთ, ეწვიეთ ჩემს სოციალურ ქსელებს და დაგიგეგმავთ როგორც ტენერიფეზე, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტურებს. თატეიდი არის ვულკანი, რომელმაც ხელი შეუწყო სხვა უძველეს ვულკანებთან ერთად ტენერიფეს როგორც კუნძულის სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ხო და ჩვენ სწორედ აქედან ვიწყებთ ჩვენს მოგზაურობას.